მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ მოგითხრობთ ხოლმე რა ხდება კრიპტოინდუსტრიაში, ასე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და განვიხილავთ იმ მიმდინარე ტენდენციებს, რა მიმდინარე ტენდენციებიც არის ზოგადად ბაზარზე. ეხა ტექნიკური პრობლემა მქონდა გადავაზიერები ჯგუფში live-ს და მოკლედ დავიწყოთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოკლედ იყიდოთ, გაყიდოთ აქტივები, ასევე სულ რაღაც 5 ლარიდან შეგიძლიათ მოკლედ შეისყიდოთ Bitnet-ზე არსებული ნებისმიერი აქტივი და განახლებული არის მოკლედ აპლიკაცია, განახლებულ აპლიკაციით შეგიძლიათ ისარგებლოთ და ასევე რაც თავარი არ დაგავიწყდეთ თუ ხართ თქვენ აქტიური მოვაჭრე ყიდით და ყიდულობთ აქტიურად Bitnet-ზე coin-ებს, გაქვთ ესეთი შესაძლებლობა, რომ თუ $1000-ზე მეტს ვაჭრებთ, თქვენი ვაჭრობის საკომისიო იქნება 1.5% და თუ $10,000-ზე მეტს უკვე 1%-მდე ჩამოვა ვაჭრობის საკომისიო. ეს ყველაფერი, ეს პროგრესი ასახული არის როგორც თქვენს დეშბორდზე, ასევე უშუალოდ გადაცვლის დროს, ყიდვა-გაყიდვის დროსაც ხედავთ, ასე ვთქვათ, რომელი კატეგორიის ყიდვა-გაყიდვის არეალში ხართ და შესაბამისად რა პროცენტით სარგებლობთ ყიდვა-გაყიდვის დროს და ეს რიცხვები ყოველთვიურად ნახდება, მოკლედ აქტიურად და ნახეთ, ასე ვთქვათ, უფრო დაბალი საკომისიოებით როგორია ვაჭრობა Bitnet-ზე. ეხლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად ვისაუბრებ სიახლეებზე თუ რა სიახლეები გვაქვს ბაზარს. მოკლედ დავიწყოთ პირველი სიახლით. პირველი სიახლე ეხება ფლორიდის შტატს და ფლორიდის შტატის კანონ პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს იქაურ მარეგულირებელს მოკლედ, რომ ზოგადად შემოსავლები ბიუჯეტის სტაბილიზაციის კუთხით, ასე ვთქვათ, საპენსიო ფონდებში მაქსიმალური ოდენობა შეიძლება მათ ჰქონდეთ ციფრული აქტივები. ციფრულ აქტივებში არ მოიაზრება მხოლოდ ბიტკოინი, ამ განმარტებით მოიაზრება ასევე ETF-ები და წყარო ამბობს NFT-ებზე შეიძლება იყოს საუბარი და როდესაც საუბრობენ ბიტკოინზე, ასე ვთქვათ, იხმობენ იმ ინიციატივას, რაც არის თეთრი სახლის უშუალო ინიციატივა, რომ სტრატეგიული ბიტკოინის რეზერვები არსებობდეს და შესაბამისად ფლორიდის შტატში ასევე ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, ეს ინიციატივა ანარეკლია იმ ინიციატივის, რასაც თეთრი სახლი ამბობს, რათა საბოლოო ჯამში ინფლაციისგან, ასე ვთქვათ, მოსახლეობამ დაიცვას თავი და შესაბამისად ესეც, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი კანონ პროექტები გვხდება არიზონაში, ნიუ-ჰემფშირში და ტექსასში ასევე და თუ ყველაფერი რიგზე წარიმართა, აი ამ კოდური სახელი აქვს HB 193 კანონ პროექტზე, შესაბამისად 2026 წლის 1 ივლისს უკვე ეს ყველაფერი ჩაეშვება, ასევე გარკვეული ტიპის გადასახადების გადახდა იქნება შესაძლებელი ციფრული აქტივებით და ბუნებრივია ახლა ეს რეგულაციები, მთლიანი რეგულაციები, Genius Act-ი ცალკე და თვითონ დავიანთი რეგულაციები უზრუნველყოფს იმას, რომ რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად მოხდეს ეს პროცესები. დაველოდოთ ამ კუთხითაც მოვლენების განვითარებას, ცალსახად ეს არის დადებითი ტენდენცია, ასევე SEC გააკონტროლებს ამ ყველაფერს, ანუ ესე უკონტროლოდ არ მოხდება, თუმცა ამ სიახლეშივე ჩავთავ ერთ-ერთ სიახლეს, რომელიც არ გამომიტანია ესე ცალკე არც Twitter-ზე, არც არსად, ასევე საუბრები მიდის ერთ-ერთი SEC-ის ბორდის წევრი საუბრობს იმაზე, რომ Genius Act-ი არ არის, ასე ვთქვათ, სრულყოფილი და არსებობს რაღაც ლაფსუსები სწორედ სტაბილურ coin-ებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება მომავალში პრობლემა შექმნას, უფრო მეტი კონკრეტიკაც მომავალში გვექნება ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ის აქტი, რა აქტი სახითაც ვიხილეთ, ეხლა და რა სახითაც წარადგინეს ზაფხულში, შეიძლება შეიცვალოს, მოკლედ ეს დინამიური პროცესია, ესე რაღაც კანონი მივიღეთ და შესაბამისად არაფერი არ შეიძლება, ესე არ არის. ასევე აქვს მნიშვნელობა ხალხის მასები, როგორ იქნებიან გათვითცნობიერებული ამ საკითხთან მიმართებაში. ახლა თუ უყურებთ ოქროს ფასი იზრდება, მაგალითად ოქროს ფასის და მომასწავლებელია იმის, რომ შესაძლებელია რაღაც ცუდი ხდებოდეს ჩვენ თავს, უფრო მარტივად რო ვთქვათ. ასევე ბიტკოინის ფასი, ვინც აკვირდებით, ბიტკოინის ფასი
წინა კვირასთან შედარებით კვლევას განაგრძობს, ამაზეც ტექნიკური ანალიზის დროს ვისაუბრებთ, მოკლედ რისი თქმა მინდა, არის რაღაცა დადებითი ფაქტორები, არის უარყოფითი ფაქტორები, რომლებიც ასე ვთქვათ არსებობს ბაზარზე და გააჩნია იქაური მოსახლეობა, შტატის მოსახლეობა და ასე ვთქვათ შტატის ხელმძღვანელები საბოლოო ჯამში რას გადაწყვეტენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ესენიც არის გასათვალისწინებელი. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით რომელიმე სხვა შტატის შესახებ, ან თუ ხართ რომელიმე ჩვენი მაყურებელი, რომელიც ფლორიდის შტატში ცხოვრობს ან ქვემოთ ჩამოთვლილ შტატებში და ასე ვთქვათ ტექნიკურად თქვენ როგორ გაგიმარტივებთ ეს ცხოვრებას და რა შესაძლებლობებს მოგცემთ, ესეც კარგია, ამასაც თუ მოვისმენთ პრაქტიკულად, რადგან ეს სიახლეები კი არის, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება, უკაცრავად პრაქტიკული გამოცდილება ყოველთვის, ასე ვთქვათ, სხვა წონის მაჩვენებელია ხოლმე. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს, მეორე სიახლე სხვათა შორის ერთ-ერთ სერვის პროვაიდერს ეხება, რომელიც სხვადასხვა ტიპის აუდიტებს აკეთებს, KPMG ქვია ესე, სახელების კომბინაცია, მოკლედ დამფუძნებლების დიდი ალბათობით, რომელიც ეგრეთ წოდებული საბუღალტრო ფირმაა და აკეთებს სხვადასხვა ტიპის ანალიზებს და ერთ-ერთი ანალიზი იყო შედარება, ასე ვთქვათ, ტრადიციული საბანკო სისტემის გადარიცხვების და სტაბილური ქოინებით გადარიცხვების შემთხვევაში რა განსხვავებები შეიძლება გქონდეს ბაზარზე. ესეც საინტერესოა, მოკლედ რა ანალიზი არის. ესე იგი, თუ დავაკვირდებით, ასე ვთქვათ, უარყოფით ამ ხარებს უშუალოდ არსებული ტრადიციული სისტემის, არის საუბარი აქ ანალიტიკოსებმა KPMG-დან თქვენს რომ 2-5 დღე სჭირდება ტრანზაქციას, ტრანზაქციების ღირებულება ხშირ შემთხვევაში $25-35 შეიძლება იყოს, ასევე რადგან არ არის მოკლედ ლიკვიდურობა, შესაბამისი ლიკვიდურობები ხანდახან რაღაც კონკრეტული თანხების გაყინვა ხდება და შესაბამისად ეს მორიგ პრობლემას ქმნის, ხოლო მეორე მხრივ სტაბილური ქოინების ბაზარზე 99% შეიძლება შემცირდეს, ასე ვთქვათ, გადასახადები, ასევე მეორე მხრივ არის საუბარი იმაზე, რომ სწრაფი არის სტაბილური ქოინებით გაკეთებული ტრანზაქციები, ასევე ლიკვიდური არის, თუმცა ამ ლიკვიდურობასთან დაკავშირებით მესამე სიახლეშივე ვისაუბრებთ. მოკლედ დაახლოებით 2 მილიარდის ტრანზაქციები განახორციელა ბლოკჩეინზე JP Morgan-მა, PayPal-ის stablecoin 1.17 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციამდე ავიდა და PayPal თქვენ იცით რომ ერთ-ერთი პოპულარული გადახდების სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება საქართველოშიც რაღაც დოზით პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ იქ უფრო ასე ვთქვათ საინტერესოა იქაური ბაზრისთვის და შესაბამისად ამ რიცხვებს თუ დავაჯამებთ, საბოლოო ჯამში ვხედავთ რომ ეს ინდუსტრია ასე ვთქვათ ძლიერდება, ასევე ამ ინდუსტრიას, სტაბილური ქოინების ინდუსტრიაზე აღსანიშნავია ყოველთვის ის ფაქტი, რომ ეს არ არის ხშირ შემთხვევაში მიმული ბიტკოინის ფასზე, კრიპტოვალუტების ფასზე, უბრალოდ შესაძლებელი ერთი მომენტი იყოს, როდესაც ბაზარზე, კრიპტოინდუსტრიის ბაზარზე ძალიან ცოტა ფულია, უფრო ნაკლები თანხის შესაბამისი სტაბილური ქოინი გვაქვს ბაზარზე, მაგრამ თუ სიტყვაზე მარტო კრიპტოინდუსტრია არ იქნება ამის მკვლევავი და იქნება ყოველდღიური გადახდები ან ის სხვა პროდუქტები, რაც ასე ვთქვათ, კრიპტოინდუსტრიის გარეთ არსებობს და ამ პროდუქტების აქტივაციისთვის გამოიყენებენ სტაბილურ ქოინებს, შესაბამისად ეს პრობლემა არის ლიკვიდურობის და არ ვიცი, მე დაწერეთ თქვენ რომელიმე ცნობილ სტაბილურ ქოინთან მიმართებაში რაიმე ლიკვიდურობის პრობლემა თუ არსებობდა, მე მგონი რომ არ არსებობდა, ხო, ეს პრობლემაც იქნება აღმოფხვილი და შესაბამისად თუ ეს პრობლემა იყო კიდევ ერთხელ, შესაბამისად ამ კუთხით უფრო გაიზრდება და პოტენციურად შეიძლება მომავალში ვიხილოთ, ასე ვთქვათ, თუ ადამიანებს მარტივად შეიძლება ინტერაქცია ამ ქსელებთან
თან მე ვფიქრობ რომ მაინც მომხმარებელზე მორგებული იქნება და ის პერიპეტიები და ის სირთულეები რა სირთულეებიც გვაქვს გადარიცხვის დროს შეიძლება აქ არ ჩანდეს ესე მაგრამ ვიმედოვნებ რომ მინიმუმ ცნობადობას და სანდოობას მაინც გაზრდის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ზოგადად მოსახლეობებში. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეეს და PayPal ტყუილად არ ვახსენე სტაბილური ქოინის რაოდენობას და ტყუილად ასე ვთქვათ კაპიტალიზაციის კუთხით არ გამოუვიტანე. მოკლედ Twitter-ზე სხვათა შორის Twitter-ზევე ერთ-ერთ ბოტმა შემატყობინა უცებ რომ ასე ვთქვათ 300 ტრილიონის დოლარის შესაბამისი PayPal USD PYUSD შემოკლებით შეიქმნა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შესაბამის თანხა უნდა ყოფილიყო სადღაც და 30 წუთშივე მოხდა ამ ეგრეთ წოდებული ბაგის გამოვლენა და ამ ბაგის შემდგომ ეს 300 ტრილიონის ოდენობის ქოინი, ასე ვთქვათ, ეგრევე დაიწვა, ეგრევე არა, 30 წუთის შემდგომ. ან შეიძლება ტექნიკურად უფრო მეტი დასჭირდა. ეს რიცხვები შესადარებლად რო ავიღოთ ესე იგი შსვალი არის დაახლოებით 37 ტრილიონი, შიდა პროდუქტი არის 17 ტრილიონი, ანუ რაზე არის აქ საუბარი. ასევე ამ ასე ეგრეთ წოდებულმა ბაგმა გამოიწვია ის, რომ სხვადასხვა DeFi სისტემებში, ასე ვთქვათ, ვერ ხდებოდა PayPal USD-თ ოპერირება, ავეს შემთხვევაში მაგალითად, ასევე ერთ-ერთთან ბალანსი, ეს ეგრეთ წოდებული დეპეკინგი მოხდა და ერთი PUSD არ უდრიდა რაღაც პერიოდის განმავლობაში $1 და შესაბამისად ეს პრობლემა იყო. ბაზრის კაპიტალიზაცია ბუნებრივია PUSD-ის გაცილებით უფრო მცირეა და შესაბამისად მოკლედ ეს პრობლემები რაღაც შეიძლება ძალიან სასაცილოდ ჟღერდეს ვიღაცისთვის, მაგრამ ჩვენ რა გარანტია გვაქვს და რა ვიცი, მე რა გარანტია მაქვს იმის, რომ რომელიღაცა სტაბილური ქოინის ესე ვთქვათ შემქმნელი ერთი დღის ან ორი დღის განმავლობაში არ იქნება საქმის კურსში და რაღაც ოდენობით ქოინი შეიქმნება ან დაიწვება, ანუ ეს არის რეგულატორისთვის ლანგარზე მირთმეული პრობლემა. Paxos-ი გარეული იყო BUSD-ის პრობლემებში და მაგ პერიოდში თქვენ გახსოვთ რომ Binance-ას პრობლემა შეექმნა ეს 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო და უკვე თებერვალში 2023 წლის თებერვალში ამ პრობლემამ თავი იჩინა. მოკლედ რისი თქმა უნდა ესეთი შეცდომები ხშირ შემთხვევაში ასე ვთქვათ ჩვენი ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ რომ მარეგულირებული და მსგავსი ორგანოები მოკლედ არ ჩავლებენ ამას, შეიძლება ერთიანად ჩავლონ ამ ყველაფერს კლანჭები და ამ სიახლეს არ ეხება და სანამ გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალ მოკლედ ვისაუბრებ იმაზე თუ თეორიულად რამ შეიძლება გამოიწვიოს და დააჩქაროს ფასების კლება და ერთ-ერთი მოთამაშე არის Binance. Binance-ზე დაფიქსირებული შეცდომები, რაზეც ჩვენ საგანგებო ლაივზეც ვისაუბრეთ შაბათს, თორსდები შაბათ დღეს იყო. მოკლედ ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, რაღაც მოხდა ისეთი Binance-ზე, რამაც სხვათა შორის უბიძგა Binance, რომ რაღაც ოდენობის თანხები $3-დან თუ $4-დან $4,000-მდე ეკვივალენტის დაბრუნება მოხდა ისეთი პოზიციებისთვის, რა პოზიციებშიც თანხები არ უნდა ჩამოსულიყო და აბლა მაგალითად სუის შემთხვევას განვიხილავდი და მართლაც არა კომპენსაცია მოხდა ამ თანხების, ეს არის პრობლემა. ამ პრობლემის ანალიზი, სიღრმისეული ანალიზი არ მინახავს Binance-ის მხრიდან, ასევე ამ პრობლემის შედეგად სხვა ბირჟების დაზარალდნენ და სხვა შორის სხვა ბირჟები თუ არ ვსწრები Kraken-ი, მაგრამ გადასამოწმებელია, სხვა ბირჟების აპირებენ Chivols, ასე ვთქვათ, დაზარალებული ადამიანები რამდენად აპირებენ Chivols არ ვიცი. ის რომ ახლა leverage trading-ი არ შეიძლება და leverage trading-ი ასე ვთქვათ ეს კონტრაქტებით ვაჭრობა არის ძალიან რთული, ეს საერთოდ სხვა ამბავია. უბრალოდ მე თუ მაქვს რაღაც თამაშის წესები შენ პლატფორმაზე და შენი პლატფორმა
თუ თავსდებს იმაზე, რომ სუფთა ინფორმაციას მაწვდის, ამის მიხედვით მე ვიღებ ვაჭრობის გადაწყვეტილებებს, ესე არ არის. ასევე ეს აზრი საერთოდ ჩემთვის გაუგებარია, აი leverage trading-ი რო არ იყოს, კარგი იქნება, არა. leverage trading-ი და მსგავსი სისტემები რომ არ არსებობდეს, მსგავს ლიკვიდურობას და ვოლატილურობას ვერ მიიღებთ ბაზარზე და შესაბამისად ეს ბაზარი ბევრისთვის არ იქნება. აქ სხვა რაღაცაში არის პრობლემა. Binance მსგავსი პრობლემა 2021 წლის ზაფხულში ჰქონდა, როდესაც futures-ის კონტრაქტებზე Bitcoin-ის ფასი უფრო დაბლა დაფიქსირდა, ვიდრე იყო spot-ზე. ასევე თუ თქვენ თუ დააკვირდებით futures კონტრაქტებზე, BNB-ზე მაგალითად DDX-ებით არ არის ვაჭრობა, ასევე სიზიმ თქვა, რომ ჩვენ არანაირი market maker-ები არ გვყავს, BNB-ის ფასი გაიზარდა და სხვადასხვა 2021 წელს, როდესაც მსგავსი შემთხვევა მოხდა, FTX-ის CEO გამოვიდა და თქვა, რომ აი ჩვენ ამიტომ რომ უფრო დავასტაბილუროთ ბაზარი 10x-ზე მეტი ვაჭრობა არ გვაქვს. ხო, ანუ რა ნონსენსი არის 1 წლის და 4 თვის თუ 3 თვის თავზე გაირკვა, რომ ადამიანმა საერთოდ გაღლიტა თავის ბირჟაზე დარეგისტრირებული ხალხის 99 თუ 100% და ამას მალავდა კარგა ხანი, ხო? ანუ რისი თქვა და leverage trading-ი თვითონ ესეთი პრობლემა არ არის. leverage trading-ი არის საშუალება და რა ვიცი, ეს ფინანსური ინსტიტუტების სხვა ბაზრებსაც არსებობს, არის საშუალება იმის, რომ ასე ვთქვათ, თუ შესაბამის კაპიტალის არსებობა არ არის თქვენ სპინაზე, ანუ რეალურად ბაზარზე ორი ძალი შეჭიდება ხდება ხოლმე არანაირი განსხვავებული. შეიძლება ეს ბევრისთვის ასე ვთქვათ საინტერესო არ იყოს, მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა leverage trading-ით უნდა იყოს დაკავებული. უბრალოდ ეს რომ არ არსებობდეს, ბაზარი უფრო სხვანაირი იქნება, კარგი იქნება თუ ცუდი, ამის განხილვა თქვენთვის მომინდვია. მე საერთოდ ესე რომ რაღაცა პროდუქტი აზიანებს ბაზარს, მე ესე არ ვუყურებ. პირიქით ამ პროდუქტებმა მოიტანეს, უბრალოდ ბაზარს აზიანებს კიდევ ერთხელ ვიღაცის შეცდომა და ვიღაცა როდესაც დაუშვათ დანის გამოყენების დროს შეცდომას დაუშვებს, უნდა დაისაჯოს. ისე არის ვიღაც თუ რაღაც სერვისს გთავაზობს და ამ სერვისის გამოყენების დროს არ შეასრულებს იმ პირობებს და მთლიან ბაზარს შეუქმნის პრობლემას, ეს საბოლოო ჯამში პრობლემა არის ინდუსტრიისთვის კიდევ ერთხელ ჯერ ერთი თითოეული მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ცუდი შემთხვევები დაფიქსირდა, იმის შემდგომ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი დალიკვიდურდა, ახლა Binance-მა და სხვებმა არც არაფერი არ დაუბრუნებიათ, იმიტომ რომ სხვები ამბობენ, რომ მათ პრობლემა არ იყო, სავარაუდოდ Binance-ზე მოხდა რაღაც და ეს არის გამოსაკლები. ასევე მეორე საკითხი ეხება ატომს, ვერავინ ვერ ახსნის და ტექნიკურად ეს უნდა გაიშალოს ან იმ ბირჟებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი Binance-ის ჩათვლით, რომლებმაც ეს ფასი დააფიქსირეს. კითხვა ჩანს ესეთი, თუ ბაზრის დიდი ოდენობის 20 თუ 30% ან დაწერეთ კომენტარებში რამდენი პროცენტი ატომი არის დასტეიკებული, როგორ შეიძლება ამ აქტივის ფასი 0.001 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს ხომ ავიცი ტექნიკურად შეუძლებელი. ანუ აქ შეიძლება სხვა რაღაცასთან კონდეს საქმე და არის აი ესეთი პატარ-პატარა ნაღმები არის, რომლის გამოკვლევაც შეიძლება დაიწყოს იქ SEC-მა, იქ რომელიღაცა მარეგულირებელმა, ლაგარდს კიდე დაუმატონ სალაპარაკო და საბოლოო ჯამში ის კანონპროექტები, რა კანონპროექტების მიღებაც მოხდება, აფარონ მარეგულირებას და უთხრან იცით რა, ამ ბაზარზე ხდება ესეთი რაღაცა, ანუ შესაბამისად კიდევ ვერ ვარეგულირებთ ამათ და მოდი უფრო დავარეგულიროთ. ხო, აი მეტი დაზარალებული ადამიანის მხრიდან მეტი ლოგიკა არ წამოვა, თუ ხდება რომ თვითონ არ არის დამნაშავე და შესაბამისად პლატფორმის რაღაც პრობლემა იყო, რამაც კასკადური ლიკვიდაციები გამოიწვია, შესაბამისად მიდგება იმას, ეს პლატფორმა თუ იტყვის, რომ აი მე $4-დან, რა ვიცი მე $4,000-მდე თუ $3-დან $4,000-მდე ვანაზღავრებ მარტო, როდესაც აქეთკენ შეიძლება სხვა დიდი თანხა კონდეს დაკარგული, ანუ ეს პრობლემა არის. ამ პრობლემას რაც უფრო მალე გაუსწორებთ თვალს, მით უფრო კარგი არის. ასევე ჯგუფში შემხვდა კომენტარები, რომ რაღაცა ტექნიკურად შაბათს ვისაუბრეთ ბიტნეტის ამბავს და აი მე გადავალ Binance. ძვირფასო მომხმარებლებო, კიდევ ერთხელ, რა ვიცი, შეგიძლიათ სანამ Binance-ზე გადაიტანთ თანხებს, უბრალოდ საპორტთან დაკავშირების პროცესი ნახოთ, რამდენხანს გრძელდება და ასე ვთქვათ, ამ დამხმარე გუნდთან დაკავშირების და როგორ იღებთ უკავშირს. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი წერს ჯგუფში, რომ უჭირთ ვერიფიკაციების გავლა, იქ რაღაცა თავიდან ვერიფიკაციებს თხოვს, ზოგს პირადობის მოწმობის ვადაა გასული. მოკლედ, რისი თქმა მინდა. კიდევ ერთხელ ნახეთ, ასე ვთქვათ, რა სერვისს გთავაზობს თუნდაც ბიტნეტი ადგილობრივ
ადგილობრივ ბაზარზე და შეადარეთ ის სერვისი, რა სერვისიც არის კონკრეტულად Binance-ზე. ასან მოხდა თანხების დიდი ოდენობით თანხების გადინება, რამაც ასე თქვათ მისცა სიგნალი და საბოლოო ჯამში რამოდენი 4 დღის თავზე 5 დღის თავზე მოხდა თანხების დაბრუნება, ჯერ საერთოდ ყველაზე სასაცილო წყვილები დაასახელეს, რა წყვილებითაც მე არ მინახავს რომ აქ რომელიმე ადამიანი ვაჭრობდა, ასევე ამ წყვილებს შეიძლება კატასტროფული ესე ვთქვათ პრობლემა შეექმნა, მაგრამ აი ერთ-ერთი კატასტროფული პრობლემა, ატომის პრობლემა დღემდე როგორ არის მოუგვარებელი, მე არ ვიცი. ამ პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი მომავალში თუ არა, ეს არის გასაანალიზებელი. ასევე ამ პრობლემის გამო Binance-თან შეიძლება კონტრაქტორია რომელიღაცა სხვა ბირჟები, ხო? ამ ბირჟებში ექმნება თუ არა და საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ მომხარებელი როგორ არის დაცული. თქვენ შეიძლება თქვათ რომ აი ჩვენ CEX-ზე არ გვექნება თანხა და DEX-ზე გვექნება თანხა და DEX-ზე არ არის პრობლემა. არ არის ესე. საბოლოო ჯამში შეიძლება ამ ფასით, ორაკლებიდან წამოღებული ფასით და ასე ვთქვათ თლიანი საერთო ლიკვიდურობების დაჯამებით შეიძლება ის ფასი დაждდეს ასე ვთქვათ ჰაიპერ ლიკვიდზე, რა ფასიც იყო რეალურად Binance-ზე. მე რა შვებით, ხო? ანუ იქ დალიკვიდურდებით და ისინი საერთოდ ხელს დაიბანენ, ხო? ანუ რაღაცა ერთი ესეთი რეცეპტი არ არსებობს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. პროდუქტი შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ამ პროდუქტის მომწოდებელი შეიძლება იყოს პრობლემური და ამ პროდუქტის მომწოდებელი თუ უშვებს შეცდომას, მან ამ შეცდომაზე უნდა აღგოს პასუხი და არა ჩვენ მომხმარებლებმა ამის თქმა მინდოდა შეიძლება ცოტა დიდხანს გამიგრძელდა და ასევე სანამ კიდევ ერთხელ რა ვიცი შინაგანად რაღაცა უცხოური ყველაფერი კარგია და რაღაცა Binance-ზე გადავალ და რა სადაც გინდათ იქ ივაჭრეთ, აქ მაგაზე არ არის საუბარი, უბრალოდ რაღაცები რაც ასე ვთქვათ Binance-ზე არის პრობლემური უნდა ითქვას და შესაბამისად გადაწყვეტილება თქვენი არის ყოველთვის, ხო? არის დადებითი მხარეები, რაღაც კუთხით არის უარყოფითი მხარეები, მაგრამ ის რომ აი ამის გამო კონკრეტულად ეს კონკრეტული кейსი რაც მოხდა იქ Binance-ზე უფრო ადეკვატურად მოგვარდებოდა რაღაც პრობლემა, პირიქით Binance-მა გამოიწვია ეს პრობლემა. და ამ პრობლემის ანალიზი იმედი მაქვს ჩვენი bear market-ის დაწყების გამტკიცების ბეჭედი არ იქნება. ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში და ერთ-ერთი რაც ამის ეჭვს მიმყარებს არის ის კიდევ ერთხელ რომ Binance-მა დააბრუნა თანხები. თუ არ ხარ დამნაშავე, რატო აბრუნებ? ხო, რაც შეფუთეს სახელო ერთმანეთის გვერდით დგომის აქტი იყო ეს თუ რაღაც არ აქვს, ნუ 2 წლის ბავშვები არ ვართ, ხო? და იმედია მოკლედ ყველა იმ მოთამაშეს რომელი მოთამაშეც ასე ვთქვათ არასწორად ექცევა სხვის თანხებს მოითხოვება საკადრის პასუხი მით უმეტეს თუ ცენტრალიზებულ სისტემაში თქვენი ფეხით მოდიხარ დეცენტრალიზებულ სისტემაში ვინც ვართ ვიცით რა პასუხისგებლობები გვაქვს რა რისკები გვაქვს და რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას ხო და მით უმეტეს ეს უცხოურ კომპანიებს ეხება ქართულ კომპანიებს საერთოდ არ ეხება მსგავსი პრობლემა არ ყოფილა ხო ქართული კომპანიის ლიკვიდურობას არ გამოუწევია ეგრეთ წოდებული კასკადური ლიკვიდაციები ან ეგრეთ წოდებული ფლეშ კრეშები ხო აქ საერთოდ სხვა რაღაცაზე იყო ეხლა გადავიდეთ ტექნიკურ ანალიზზე ტრადიციულად მოკლედ განვიხილოთ თავიდანვე ბიტკოინი არ არის ბაზარის კარგი მდგომარეობა ძალიან იშვიათად ვამბობ ხოლმე ამ ასე ვთქვათ წინადადებას ეხლა გამოჩნდება ეკრანზე არ არის კარგი მდგომარეობა და გეტყვით რას ჯერ სანამ გამოჩნდება ჩემი ნახაზები ამ კვირის დახურვა არის მნიშვნელოვანი ამ კვირის დახურვა თუ აი ამ დიაპაზონებზე მაღლა 105,000-ზე მაღლა არ მოხდა შესაბამისად შემდგომი კვირები იქნება უფრო აგრესიული ძალიან მოკლედ შევეხები რას რა სცენარების შეიძლება შეგვხვდეს ბაზარზე ანალიტიკოსების ნაწილი თვლის რომ სცენარი ნომერი 1 შეიძლება იყოს 2021 წლის მაისი, როდესაც ბიტკოინის ფასი აგრესიულად ჩამოვიდა დაბლა, იმაზე უფრო აგრესიულად და ეს კიდევ ცალკე არ მესმის რომ ესეთი ვარდნა არ ახსოვს ისტორიას, არა, ესეთი ვარდნა ახსოვს ისტორიას, უბრალოდ ის მანიპულაციები, რა მანიპულაციებიც იყო სხვა ალტკოინებთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ დიდი ალბათობით ბირჟების ბრალი იყო, ესეთი არ ახსოვს თორე. ესეთი დაღმასვლები ახსოვს, ხო? შეიძლება ვიხილოთ სცენარი, სადაც როდესაც კრიპტობაზარი, მოკლედ, რატო გვახსოვს ეს 2021 წლის მაისი, 2021 წლის 19 მაისს კრიპტობაზარი ჩაეშვა, პირველი გადაცემა მაგ გახსნა ავთომ და ისაუბრა დეტალურად რა ხდებოდა ბაზარზე, სწორედ აი ეს კლება ხდებოდა მაშინ ამ პერიოდში, ამ კლების შემდგომ ვიძახდით იმ პერიოდში, რომ იყო აკუმულირების ფაზა დიდი ალბათობით და მართლაც გამართლდა ეს ყველაფერი. ეს არის ერთი სცენარი, რაც შეიძლება ვიხილოთ.
გაჩნია ამ კვირის დახურვა როგორ მოხდება, ხო? მეორე სცენარი, რასაც შეიძლება გავდეს ეს ყველაფერი, შეიძლება გავდეს არის პირიქით 2021 წლის უკვე დეკემბერი, როდესაც დაღმასვლა მოხდა, სერიოზული დაღმასვლა მოხდა, შემდგომ ასე ვთქვათ ინვესტორების დიდ მონაწილეობამ გადაწყვეტა რომ აი 46000, 47000 უკვე ავალთ თავიდან 100000-ზე და მსგავსი ამბები და პირიქით მოხდა დიდი დაღმასვლა. ასევე რა ვიცი, 2 კვირის წინ გადაცემიდან, 1 კვირის წინ საგანგებო ჩართვით სახლიდან შეგატყობინეთ ის რომ როდესაც ბაზარზე ხედავთ რომ ვიღაცა ამბობს 150000, 200000 მიუახლოვდება და ეს ჩვენ წლის ბოლომდე ვიცით რა იცით, საიდან იცით ხო, ანუ ესეთი ანალიზის გაკეთება ძალიან რთული არის. შეიძლება ჩვენ სავარაუდო პროექციები გქონდეს, რასაც მე 150000-ზე საუბრობდი 2 წლის წინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ბევრჯერ მithქონს გადაცემაში, რომ ამ მსგავსი პროექციის თქმაც არ შეიძლება, ხო? ანუ აქაც რას უნდა დავაკვირდეთ? აქ უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ რომელი მოთამაშეები საუბრობენ. ახლა Twitter-ზე შემხლა სანამ გადაცემაში შემოვიდოდი, ერიკ ტრამპი და ტრამპის ოჯახი ამბობს, რომ კონკრეტული X თანქით ვიეხერეთ კრიპტოდან, ხო? ნუ როგორც კი ინაუგურაციის დღეს თუ დილას, ამის შემდგომ მელანიას კოინი შემოვიდა ბაზარზე, ამის შემდგომ მთლიანი ბაზარი აერია, ხო? ტრამპის კოინთან მიმართებაში ვითომ რაღაცა უფრო სტაბილურად იყო, მელანიას კოინმა ხო საბოლოო ჯამში ახადა ყველაფერს ნიხაბი, მოკლედ რისი თქმა მინდა. შეიძლება არც ერთს არ გავდეს, ანუ ეს ორი სცენარი, ამ ორ სცენარზე რატო გესაუბრებით, იმიტომ რომ ეს ორი სცენარი ჩვენ გვინახავს. შეიძლება უფრო კატასტროფული სცენარი ვიხილოთ, უფრო კატასტროფული მოძრაობებით და ასევე კიდევ ერთხელ, როდესაც ხედავთ მსგავს აგრესიულ ჩრდილს, ალბათობა იმისა, რომ ამ ჩრდილის შემოწმება მოხდეს რაღაც დონემდე არის დიდი. ეს ვარდნაც, რა ვარდნაც იყო, არის ამ კვირაში, იყო დიდი ალბათობით მოსალოდნელი და ნელ-ნელა მივდივართ იმ დიაპაზონზე, რა დიაპაზონსაც ქვია 102000, ასევე გაიხსენებთ ერთი თვის თუ თვენახევრის წინ გასული გადაცემა, როდესაც მაშინ გადაცემის ბოლოს ავთო შემოვიდა, მაგ გადაცემაში ავთოსაც ვკითხე და ავთო რასაც საუბრობდა ყოველთვის ის გაშალა 100000 ეს პოლიმარკეტზე იმ დღეს ამ სიახლეს განვიხილავდით. მაშინ პოლიმარკეტზე იყო დადებული ესეთი შეკითხვა, $100,000 მიუახლოვდება თუ არა ბიტკოინი, ხო? 100,000 წლის ბოლომდე. 102,000 ხუმრობით თქვი რომ აი 102,000-მდე ჩამოვედით და 100,000-მდე რომ ვერ ჩამოვედით, ეს იმ პოლიმარკეტზე განთავსებული თანხისთვის რამდენად პრობლემური იქნება და ხო ის აუცილებლად ვხედავ რომ პრობლემური არის. ასევე დააკვირდით რეაქციებს, ახლა ვაჩვენებ მოკლედ რა დიაპაზონებზე არის საუბარი, ასევე დააკვირდით რეაქციებს ზოგადად ბაზართან მიმართებაში. ჩვენთვის საინტერესო იქნება, კიდევ ერთხელ ახლა წავშალოთ, უკვე ეს არ არარელევანტურია, ჩვენთვის საინტერესო იქნება ის დიაპაზონი, რა დიაპაზონიც ასე ვთქვათ გვქონდა აქ, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აი ამ ჩრდილებიდან გამომდინარე, აი ამ დიაპაზონს დავტოვებ უკვე შემდგომ ასე ვთქვათ გამაფრთხილებელ ნიშნად, მოკლედ თუ არ გავცდით აი ამ ოთხკუთხედს, შესაბამისად შეიძლება უფრო დიდი ვარდნები ვიხილოთ, დიდ ვარდნებთან მიმართებაში უპრობლემოდ შეიძლება გამოიცადოს შემდგომი წერტილი იქნება 100,000, 100,000-დან შემდგომი გაჩერებები იქნება 95,000 და ასე შემდგომ. მოკლედ, გაჩერებების პრობლემა ბაზარს ნამდვილად არ ექნება, ასევე გადასამოწმებელი იქნება ბიტკოინის დომინაცია. თუ თქვენ შეხედავთ პროცენტული ვარდნის კუთხით და თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ იცით რა, ახლა ბაზრის კაპიტალიზაცია უფრო სხვა არის, ვიდრე იყო მაშინ, პროცენტულ ჭრილში 19% ჩამოვარდა წინა კვირას ბიტკოინის ფასი. ახლა ვნახოთ მაისის და ივნისის ამბები. აქ იყო 33%-იანი კლება. შეიძლება ვთქვათ, რომ კი აქ სხვა თანხები იყო მაშინ თითქმის 5-ჯერ მცირე თანხები, მაგრამ პროცენტულად მსგავსი კლებები გვინახავს, ხო? ეს 22 წლის ამბავი და აი აქ ვნახოთ 2021 წლის მაისის ამბავი, ხო? 38%. თუ თქვენ გადათვლით ამას უხეშად და დააკორექტირებთ, ასე ვთქვათ,
ბაზრის კაპიტალიზაციის ეკვივალენტში შეიძლება მიახლოებელი პროცენტი ვიხილოთ, ასევე აი ყველაზე დიდი ოდენობის თანხის დალიკვიდირება მოხდა, კიდევ ერთხელ ამას პროცენტულად უნდა შეხედოთ იმ ბაზრისთვის და ამაზე ვსაუბრობდით მე იმ ლაივის შემდგომ ნახე ერთ-ერთ ანალიტიკოს ედოეს სიახლე, იმ ბაზრის კაპიტალიზაციისთვის ის ლიკვიდაციის პროცენტები რა იყო და ეს ლიკვიდაციის პროცენტები რა არის და თითქმის ერთი და იგივე იყო, ასევე მოარული ჭორები რომ უფრო ბევრი აქტივი და ლიკვიდურდა, ვიდრე უნდა დალიკვიდირებულიყო, აი რაღაც შორს მივდივართ, ნახოთ აი ეს ანთელი. ეს ანთელი იყო 18%-იანი კლების და ეს ანთელი 2024 წლის 21%-იანი კლების. ასევე თქვენ შეგიძლიათ საშუალო ჭეშმარიტი დიაპაზონის ეგრეთ წოდებული ATR-ი ჩართოთ და ნახოთ რა დიაპაზონებიდან შეიძლება ჩამოვიდეს ფასი, ანუ ძალიან ბევრნაირი ანალიზია, უბრალოდ კიდევ ერთხელ აი ძალიან ცუდად ხდებოდა ხოლმე სიახლეები და ვამბობდი, როდესაც რომელიღაცა ექსპერტი გეუბნებათ, რომ წლის ბოლომდე ამ თანხამდე მივა, შემდეგი წლის პირველ ნაწილამდე 200,000 გაცდება, ვიღაცები წერენ რომ მილიონს გაცდება, როგორ რანაირად, ხო? ანუ რა არის ამის ჩვენებელი პარალელურად როდესაც ვხედავთ რომ ოქროს ფასი იზრდება, პარალელურად როდესაც ვხედავთ რომ პირდაპირ საცხის ეფექტი არ გვაქვს და ძალიან საინტერესოა ანალიზია თუ შეხედავთ ეგრეთ წოდებულ ლაბუბუს სათამაშოებს, სადაც ფაქტობრივად ადამიანები ყიდულობენ რაღაცა უფრო ნაკლები ფასის შემცველ პროდუქტებს ვიდრე ძვირადღირებულ პროდუქტებს, რამაც შეიძლება რეცესიის ასე ვთქვათ სურნელი დააყენოს ბაზარზე, მოკლედ ძალიან ბევრნაირი ინდიკატორი არსებობს თუ ჰომებსაც არ შევხედავთ სალკე, სხვა ეკონომიკურ პრობლემებს არ შევხედავთ, როგორიც არის სხვადასხვა ჩინეთის ფაქტორზეც, ხო, როდესაც პარასკევს ლადო მიკითხა, როგორ შეიძლება გამოიყენოს ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ გამოიყენოს ბაზარმა მიმდინარე ამერიკის შეერთებული მასშტაბებმა მიმდინარე მოვლენები, რაც მოხდა ბაზარზე და იქ ჩინეთის ამბავიც სხვანაირად წამოიჩიტა, ასე ვთქვათ, მოკლედ არის ძალიან ბევრი ფაქტორი, ჯამური ფაქტორი, რამაც შეიძლება უზრუნველყოს, ასე ვთქვათ, ბაზრის უფრო დაბლა ჩამოვარდნა და ეს უფრო დაბლა ჩამოვარდნა შეიძლება საბოლოო ჯამში სამოუღლოდ პრობლემური იყოს. ახლა რაც შეეხება ალტკოინებთან მიმართებაში, რავი, ბოლოს რა ივენცეც ვიყავი, იქაც ვისაუბრე, ანუ სეზონი ეს ერთიანად არ დგება, ამას თვეები უკვე ვსაუბრობთ, ზოგიერთი კოინისთვის ეს დიაპაზონი, რა დიაპაზონსაც მიაღწიოს, შეიძლება 3 წლის ან 4 წლის მერე არც მიაღწიოს და შეიძლება საერთოდ გაქრეს ეს კოინები, ინდივიდუალურად შეაფასეთ თქვენი პორტფელი, ახლა გადავამოწმოთ ბიტკოინის დომინაცია და ვნახოთ თუ რა ხდება ბიტკოინის დომინაციის კუთხით, ხო, აი ბიტკოინის დომინაცია იმ დღის პერიოდში, როდესაც ბაზარს უჭირდა, როდესაც ბაზარს უჭირდა, ეს არის ის კვირა, ხო, როდესაც ბაზარს უჭირდა, ფაქტობრივად ბიტკოინის დომინაციამ ზრდა განაგრძო. ეხლა ვნახოთ ის დიაპაზონები, რა დიაპაზონებიც იქნება საინტერესო, ანუ ბიტკოინის დომინაცია გააგრძელებს, ძალიან უცნაური ციკლი იქნება, დიდი ალბათობით ბიტკოინის დომინაცია გააგრძელებს დას, რადგან შეიძლება თქვენ ამას ვერ ხედავდეთ სხვა ალტკოინებთან მიმართებაში, არის ზოგიერთი ალტკოინი, რომელიც ძალიან კარგად მოძრაობს ბიტკოინთან მიმართებაში და ეხლა განვიხილავთ რომლებიც ჯერ ცუდად მოძრაობენ ბიტკოინთან მიმართებაში, მაგრამ ზოგადად თანხები რაც არის კრიპტოინდუსტრიაში შემოსული, დიდი ალბათობით, ასე ვთქვათ, ბიტკოინში გადავა, ეს როდესაც კლება მოხდა, სერიოზული კლება მოხდა, მაშინ როგორ იქცეოდა ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში და ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში გააგრძელებს კლებას, თუ ესე გაგრძელდა, ეხლა ვნახოთ სოლანა ბიტკოინთან მიმართებაში როგორ იქცევა Solana ბიტკოინთან მიმართებაში აგრძელებს კლებას და დიდი ალბათობით დაუბრუნდება რამოდენიმე კვირის წინანდელ ნიშნულს და ვნახოთ BNB ბიტკოინთან მიმართებაში როგორ გამოიყურება. ხო, BNB-ც საინტერესო დიაპაზონში შედის ახალფასის კუთხით, თუმცა რამდენად გაუძლებს BNB ამ ამბებს არ ვიცი. მოკლედ რომ შევაჯაროთ, მოთ ბაზარზე რა მოხდა? ბაზარზე მოხდა სერიოზული ასე ვთქვათ
манипуляция ვიტყოდი და ის წინასწარ გახსნილი შორტი და შემდგომ კიდევ გახსნილი შორტი, ინსაიდერული ინფორმაცია, ნახევარი საათით ადრე სანამ ეს განცხადებები მოხდებოდა ტარიფზე, ძალიან ცუდად შეება დამთავრდეს ეს ინდუსტრიისთვის. თუ გამოვლინდა სადმე რომ ვიღაცა ინსაიდერი ყიდის, ვიღაცა ინსაიდერის ინფორმაცია გადის და ეს დადასტურდა, ოდესმე კატასტროფა შეიძლება იყოს. ფასების კუთხით კიდევ ერთხელ ბიტკოინი რაც არ უნდა ამაზე ვისაუბროთ, ბიტკოინი არსად არ წავა, უბრალოდ როგორც ესეთი ინდუსტრიას სახელი შეელახებოდა. ეს საბოლოო ჯამში იმოქმედებს ყველას. ასევე გააჩნია ამ კვირას როგორ დავხურავთ, ამ კვირაზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული და კიდევ ერთხელ რა ვიცი, გაჩვენებთ დიაპაზონს, მე რასაც უყურებ, მე რაც მაინტერესებს ყოველ შემთხვევაში. ეს დიაპაზონი არის, ხო? ანუ ამ დიაპაზონზე მაღლა უნდა დაიხუროს კვირა, როდესაც იქნება, ასე ვთქვათ, დაღმასვლები. თუ არ დაიხურება ამ ფასზე მაღლა, შემდგომში უკვე უნდა დავაკვირდეთ რას? აი ამ 100,000-ის ნიშნულს და დავაფიქსირებთ თუ არა დაბალს უფრო წინა პერიოდთან მიმართებაში, 25 წლის გაზაფხულთან მიმართებაში, მოკლედ ესეთი პერიპეტიები შეიძლება გქონდეს. ეხლა შევეცდები ნახო თუ პრობლემა არ მექნება ისე Facebook-თან მიმართებაში კითხვები. ხალხი გაიპარსა და Twitter-ზე მიმებს აზიარებს ისი. კი, ლევან, სწორი ხარ, ანუ ეს არის არაადეკვატურობა, მიხვდი? ანუ გაიპარსა ვინ თავიანთი შეცდომის გამო კი არა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ხო? ანუ სუფთა ტექნიკური ანალიზით და ტექნიკურად ვინმე მომეხსნას აქტივის დიდი ოდენობა, როდესაც არ დასტეიკებული, როგორ შეიძლება ამის ფასი ესე ჩამოვიდეს, ხო? და შესაბამისად ეს პრობლემები თუ არ გავიაზრეთ, მომავალში არაფერი არ გვეშველება და ლაგარდიც დადგება და ისაუბრებს, იცით რა, ძალიან ბევრი ადამიანი არის გააბრაზებული, რომ აი ევროკავშირს ესეთი მიდგომა ამ კუთხით რა თქმა, მე ლაგარდს რა მიშკერები თანხმები, უბრალოდ ასეთ ადამიანებს ვაძლევთ საბაბს. ადამიანი ამბობს, რომ რაღაცა არასტაბილურები ხართ, კი, არასტაბილურები ხართ. არასანდოები ხართ, კი, მაგ კონტექსტში არასანდოები ხართ, ხო? თუ ვერ აგიხსნია, რატომ ჩამოვარდა აქტივის ფასი ისე დაბლა რაღაც პერიოდში, ასევე ნახევარი საათით ადრე ვიღაცა დიდი ოდენობით შორს სროდებს, ხო? გასაგებია ტექნიკური ანალიზი, ტექნიკური ანალიზი სხვა რაღაც არის. ტექნიკური ანალიზით დიაპაზონებს ვაკვირდებით, ხო? მაგრამ იმ დღეს შორტში შესასვლელი წერტილი იმ მომენტიდან არ არსებობდა. შორტში უფრო ადრე უნდა შესულიყო ვიღაც. განვიხილოთ კიდევ ერთხელ თუ გინდათ ეს ვნახოთ, მაგრამ შორტში შესვლა უნდა დაწყებულიყო უფრო ადრე. ტექნიკურ ანალიზს თუ მიყვებით, როდესაც რავი 125,000 დიაპაზონს მიუახლოვდით, კლასიკურად საშორტე დიაპაზონი იყო მანდ. კლასიკურად, როდესაც 125,000-ზე ვნახე ფასი აქტივების, თქვი რომ რაღაცა ნაწილი გასაყიდია, ხო? დანარჩენი ახლა შენ შუაში ზუსტად 50%-ში რომ შედიხარ დიდი ორდენებით შორტში და ნახევარ საათში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს ისევ ომს, სატარიფო ომს, ნუ ეს არის რაღაცა ცუდი ტონი. და ეს ცუდი ტონი ძალიან ცუდად შეიძლება მოგვიგვინდეს. რას ფიქრობ XRP-ის ETF-ზე? XRP ჩემთვის აი რაღაცა კრიზისულ პერიოდში ცალკე რომ არსებობენ ადამიანები და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, დაახლოებით ისეთია. XRP სხვადასხვა ნელ-ნელა წინ მიიწევს და რეგულატორებისთვის, ვისაც CBDC უნდა და მსგავსი პროდუქტები უნდა ამზადებს ბაზას. ფასის კუთხით ეხლა არაფერი შეიძლება არ იყოს, ასე ვთქვათ, საინტერესო. მეჭვება რომ XRP ბიტკოინთან მიმართებაში აი გადავხედა უბრალოდ ახლა პირად რო არ თქვა. XRP ბიტკოინთან მიმართებაში როგორი იქცევა და მე შევაფასებ, ხო? ხო, აი ხა გამოჩნდება ეკრანზე. რაზე მაქვს საუბარი? ანუ ეს არის დაუსრულებელი კატასტროფა თეორიულად XRP-ისთვის. აი ხა უკაცრავად, აი ეს რაც ჩანს აქ. ხო, ნუ ეს რაღაც არაადეკვატურობა არის, ხო? ხედავთ? XRP-ზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ კუთხით, ანუ როგორც ავიდა ბიტკოინთან მიმართებაში, იმ ამპლიტუდით და იმ გაქანებით შეიძლება ჩამოვარდეს, ხო? ვერც ETF-მა შეიძლება, ნუ ETF-მა შეიძლება რაღაც დონით უშველოს, მაგრამ ტექნიკურად ეს კატასტროფა არის, ხო? ნახოთ აბა XRP-ის ფასი სხვადასხვა არ მინახავს. XRP-ის ფასს კარგი ხანია რო ვაკვირდებ, ხო?
წარმოიდგინეთ, ხო, ბიტკოინთან მიმართებაში როგორ და აქ შეიძლება რა ვიხილოთ, ხო? ეს ძალიან საინტერესო დიაპაზონი შეიძლება იყოს $1 ისევ XRP-ისთვის. და რატომაც არა, ხო? თუ რაღაც, სულ რაღაც ნოემბრიდან სულ რაღაც 1 წლის წინ 2024 წლის არც კი 1 წლის წინ ესეთი მოძრაობა იყო. ხმა წყდება ნახევარისმის ნახევარი არა. აი ძალიან ცუდ დროს ნახე სამწუხაროდ ხმის ამბავი. ეხლა როგორ გესმით, მაგრამ მე მგონი კაი დროსია. მოკლედ რომ შევაჯამო, ასე ვთქვათ, ბაზარზე მიმდინარე მოვლენები, ცოტა გავრაზებასაც ალბათ შემატყობდით და მე მგონი ძალიან ლეგიტიმური არის აი ამ საკითხთან მიმართებაში ჩემი გაბრაზება. ერთ კომენტარსაც ნახავ, მე არ ვერებ ბაინენს სამზარეულოში დამოკიდებული ინსტიტუტთან მოიკვლიეს რა მოხდაო ტრამპის საერთოდ არასერიოზული, რასაც ამბობს შეიძლება საერთოდ საპირისპირო გაკეთოს. კი, ტრამპთან მიმართებაში რა ვიცი. ძალიან დიდი პრობლემა არის საბოლოო ჯამში ინდუსტრიისთვის, ინდუსტრიაზე ვისაუბრებ მარტო, ინდუსტრიისთვის ტრამპი, რისიც მეშინოდა იანვრიდან მოყოლებული და ნელ-ნელა შეიძლება ახდეს და შეიძლება ის საყვარელი ფრაზები თქვას, რა საყვარელი ფრაზებიც თქვა კრიპტოსთან მიმართებაში წლების წინ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმედი მაქვს აი ამ დაღმასვლების პერიოდში რაღაცა არასწორ ფინანსურ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, ძალიან ბევრის გამოხმაურება ვნახე, რომ პორტფელებს ცვლიან ძალიან ხშირად და ეს საბოლოო ჯამში შეიძლება არ დასრულდეს ცუდად, არ დასრულდეს კარგად. ახლა ნებისმიერი აქტივის შესყიდვა იმ იმედით, რომ 125,000-ზე ავა ისე ბიტკოინი, ალბათობა იმისა, რომ ბიტკოინი 125,000-ზე ეხლა აქედან ავიდეს, ნელ-ნელა მცირდება, რაღაც კატასტროფულ მინიმუმამდე არ არის დასული, მაგრამ ბაზარი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ გითხრათ, აი შევედით რაღაც დიაპაზონებამდე. ასევე თეორიულად მომავალი 1 წლის პერსპექტივაში თუ bear market-ი დადგა ამაზე ვისაუბროთ, თუ პიკი იყო 125,000 და უფრო soliduri, ასე ვთქვათ, გადანაწილების ფასა 120,000, ალბათობა იმისა, რომ 40,000-ზე ჩამოვიდეს აქტივის ფასი, ბიტკოინის ფასი შეიძლება იყოს დიდი, თუმცა ეს ახლა ცოტა სპეკულაციად და მკითხაობად ჟღერს, უბრალოდ ამ დიაპაზონებს, რა თქმა უნდა, მე ვიხილავთ და განვიხილავთ, თუ დადასტურებული bear market-ი, თუ დადასტურებული bear market-ი დადგა, ძალიან ცუდ გასაყარზე ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ დააკვირდით ხოლმე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ price gap-ებს, დააკვირდით ხოლმე, როდესაც აქტივის ფასის სწრაფად იცვლება, სად დააფიქსირებს ჩრდილებს დღის დახურვაში, ის ჩრდილებით ყველად არ არის დაფიქსირებული, ანუ იქ ვიღაცებმა შესყიდვა გააკეთეს და როგორც შაბათს თქვი, თუ არ ვცდები ვიღაცას, რომ რაღაც 102,000 აქვს ბიტკოინი ახლა ნაყიდი, ეხლა შეიძლება არ ნერვიულობდეს და 102,000-ზე შეიძლება პირიქით დაშორტოს ან დალონგოს იმის და მიხედვით, თუ ასე ვთქვათ, რასეუნება მას ტექნიკური ანალიზი. ანუ არის ამ ბაზარზე ხალხი, რომელიც სპოტზე ძალიან დაბალ ფასზე ყიდულობს და ვნახეთ, ესეც განვიხილეთ, ასევე DeFi-ის და CEX-ის თანაფარდობა პროპორციები იცვლება, ერთ-ერთ ლაივში ვისაუბრე ამაზე, როდის რა იმატებს, როდის რა იკლებს, ამ პროპორციებსაც უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ ის რომ აი ამ ვარდნის გამო Binance-დან ძალიან ბევრი თანხა გამოვიდა, ეს არის ინდუსტრიის პასუხი და დაველოდოთ, მოკლედ მოვლენების განვითარებას შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოთ და შაბათს და პრინციპში შაბათსაც გამთენისას რომ შეგეყავებინათ თავი და რაღაც ორდერი რო გქონოდათ, უკვე პლუსში იქნებოდით, რას ვიზამთ. ესეთი გამოცდილებები საჭიროა. იმედია ჩვენი მაყურებლების, რავი, არც ერთი არ დაზარალდა და არ დალიკვიდურდა, ან თუ ვინმე დალიკვიდურდა, შესაბამისი კომპენსაცია მიიღო, თუ არა და ეს იმედია ძვირგაკვეთილად არ დაგიჯდათ და მომავალში მსგავსი შეცდომები და პრობლემები არ გექნებათ მით უმეტეს ტრეიდთან მიმართებაში. შაბათ-კვირას თავი შეიკავეთ კიდევ ერთხელ დაისვენეთ, მე შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებით, დროებით.